პირველ რიგში მოგესალმებით და სურს გითხრათ მადლობა მედიის წარმომადგენლებს იმ პროცესების მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოში პროკავშირულ მოძრაობას ჰქონდა. რაც შეეხება რკინიგზას, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი დღე და დღევანდელი შეხვედრა, დაახლოებით 2 დღე-ღამის განმავლობაში პროკავშირების იურისტები, ეკონომისტები და თვითონ რკინიგზელები, დასაქმებულები რკინიგზაში კომისია, რომელიც არის შექმნილი, ცდილობდნენ ადმინისტრაცია დაერწმუნებინათ მათი მოთხოვნების მართებულობაში და ფინანსურ დასაბუთებას უდებდნენ, რომ ეს ყოფილიყო გადაწყვეტილი. სამწუხაროდ მოხდა შემდეგი, რომ გენერალურმა დირექტორმა უფლებამოსილება მოიხსნა საკუთარი განცხადებით და დღეს უკვე ის აღარ გახლავთ უფლებამოსილი პირი და მოლაპარაკებებში გარკვეულწილად ადგილი ჰქონდა გაცურებას პარტნიორების, ჩვენ ამ შემთხვევაში სოციალურ პარტნიორების და გამომდინარე იქიდან, რომ არაუფლებამოსილი პირები გვაძლევდნენ რაღაც დაპირებებს და ეს დაპირებებიც არ იყო სრულფასოვანი, რომელიც თითოეულ რკინიგზელს შეეხებოდა, ბუნებრივია პროცესი იყო არაადეკვატური და აქედან გამომდინარე დღეს 11 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა 2 საათიანი გაფიცვა. ეს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკას არ მიადგეს მივაყენოთ ზარალი, არ გადადეს სრულმასშტაბიან გაფიცვაში. მე ვფიქრობ, რომ ახალი ესე ვთქვათ, ადმინისტრაცია თუ ძველს რამე რესურსი აქვს და უფლებამოსილებას მოგვიტანდა გვანახემენ და ეს პირობები იქნება დაკმაყოფილებული ძველთან შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნდობის ხარისხი ექნება რკინიგზის ახალ ხელმძღვანელობას, გვექნება შეხვედრა დღეს მინისტრთან, ახალ თუ მინისტრობის კანდიდატთან, მის მოადგილესთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ მათი განწყობა არის ადეკვატური იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რაც რკინიგზელებს აქვთ. ეხლა პროცესი იქნება სამართლიანი, მე ვფიქრობ, რომ იქნება აბსოლუტურად ნორმალური შრომის კოდექსი და არა ეს მე-17 საუკუნის სტანდარტებით დახონძული სიმახინჯე, რომელსაც შრომის კოდექსი ჰქვია. დასაქმებულებს, ეს იქნება ჟურნალისტები თუ მეტალურგები, ექნებათ თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალება, ექნებათ კოლექტიური მოლაპარაკებების დადების საშუალება და იქ სადაც არსებობს კოლექტიური მოლაპარაკებები და კოლექტიური ხელშეკრულებები, იქ გაფიცვები არ ხდება, იმიტომ რომ ნათლად არის გაწერილი ვალდებულებები, რას აკეთებს ადმინისტრაცია, რას აკეთებს პროკავშირი და დასაქმებულები. თუ ყველა პირობას ადმინისტრაცია აკმაყოფილებს, რას დასაქმებულებს აქვს, ბოლოში იწერება, რომ მაშინ კოლექტივს აღარ აქვს გაფიცვის უფლება, თუ ეს პირობები არის დაცული და მორჩა ყველა პრობლემა არის მოხსნილი.